რა კვლევებია საჭირო საშვილოსნოს ყელის სრულყოფილი გამოკვლევისთვის? რასაკვირველია, ეს ექიმმა უნდა გადაწყვიტოს პაციენტთან ერთად მიღებული თანამედროვე გაიდლაინის და ასევე პაციენტის ინდივიდუალური მონაცემების, ასაკის და სხვა გარემოებების გათვალისწინებით. მიუხედავად ამისა, მე ძალიან ხშირად ვხვდება ესეთი თქვათ დაბნეული პაციენტები, რომლებმაც არ იციან, რომელი კვლევა სჭირდებათ, რატომღაც თვითონ თავად წყვეტენ, რომელი კვლევა ამათთვის საჭირო და ამავე დროს არ არიან ინფორმირებული იმ კვლევების შესახებ, რაც ჩაიტარეს და საერთოდ რას ნიშნავს ეს, საჭიროა თუ არა პაპ ტესტი ამ შემთხვევაში, ან პაპილომავირუსის ანალიზი და ასე შემდეგ. ამიტომ აი ეს გაუგებრობა რომ არ იყოს, მე ძალიან მოკლედ, მარტივად და რაც თავარია გასაგებად აგიხსნით. რა კვლევები გჭირდებათ საშვილოსნოს ყელის დაავადებების პროფილაქტიკისთვის და საჭიროა თუ არა პაპ ტესტის, კოლპოსკოპიის, ბიოპსიის, პაპილომავირუსის მაღალი რისკის შტამებზე ანალიზის ჩატარება, ყველა ერთად არის საჭირო, რომელიმე მათგანი, რომელი აუცილებელი, რომელია ესე ვთქვათ პრიორიტეტული და ასე შემდეგ, აი ამას ახლავე აგიხსნით. ძირითადად მოქმედებს ასეთი სქემა. პირველ რიგში მნიშვნელოვანია პაციენტის ჩივილები, აქვს თუ არა როდესმე რაიმე სკრინინგული კვლევები ჩატარებული და თუ პაციენტის ასაკი არის 30 წლამდე, ამ შემთხვევაში საკმარისია გაკეთდეს პაპ ტესტი. აი ასე არის გაიდლაინით, ხო? მე ვყვები როგორია თანამედროვე გაიდლაინი, ანუ 30 წლამდე არის პაპ ტესტი, 30 წლის შემდეგ არის მაღალი რისკის პაპილომავირუსზე ანალიზი და თუ მათში ან პაპ ტესტში არის ცვლილება, ან პაპილომავირუსი არის დადებითი, ამ შემთხვევაში ტარდება კოლპოსკოპია. კოლპოსკოპიის შემდეგ საჭიროების შემთხვევაში ტარდება ბიოპსია და რას ნიშნავს ეს ყველაფერი. პაპ ტესტი ეს არის საშვილოსნოს ყელის უჯრედების გამოკვლევა. ამისთვის ხდება ჩვეულებრივ, როგორც ნაცხს იღებენ, ესე ჩვეულებრივად ხდება სარკის ჩადგმა, ნაცხის აღება და შემდეგ მისი დათვალიერება მიკროსკოპის ქვეშ და აი ეს ნაცხი იღებება სპეციალური საღებავებით, რომელიც გამოიგონა პაპა ნიკოლაუმ და სწორედ ამიტომ მის საპატივცემლოდ ჰქვია პაპა ნიკოლაუს ტესტი, ანუ მოკლედ პაპ ტესტი. აქ ჩვენ ვხედავთ უჯრედშიდა ცვლილებებს და თუ არის ნორმალური, ანუ არ არის ცვლილებები, ამ შემთხვევაში ეს არის საკმარისი. თუ პაპ ტესტში არის ცვლილებები, ამ შემთხვევაში კეთდება კოლპოსკოპია. კოლპოსკოპიის დროს ხდება საშვილოსნოს ყელის დათვალიერება მიკროსკოპით. ამ დროს ჩვენ ვხედავთ უჯრედებს ვერ ვხედავთ, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ქსოვილს და ჩვენ მას ვღებავთ სპეციალური კონტრასტებით. არის ძმარმჟავა, არის ლუგოლის ხსნარი, რომელიც შეიცავს იოდს და ეს ხსნარები ჩვენ გვაძლევენ შესაძლებლობას, რომ იმას, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ თვალით და მიკროსკოპის ქვეშაც ვერ ვხედავთ თვალით, აი შეღებვის მერე გამოვლინდება ხოლმე რაიმე სახის პათოლოგიური უბანი. და თუ ნორმალურია, ძალიან კარგი, მაგრამ თუ არის ცვლილებები, ამ შემთხვევაში ჩვენ ვაფასებთ საშვილოსნოს ყელის მდგომარეობას, შეიძლება დაინიშნოს განმეორებითი კოლპოსკოპია, პაპ ტესტი გარკვეული პერიოდის შემდეგ გააჩნია რა ცვლილებებია, შეიძლება უბრალოდ ანთებითი ცვლილებებია, ანთება უმკურნალო და ეს გაიაროს, მაგრამ შეიძლება ისეთი ცვლილებებია, რომ დაგვჭირდა უფრო ზუსტი ანალიზი და აი ამ უფრო ზუსტი ანალიზისთვის ჩვენ ვაკეთებთ ბიოპსიას. აი ბიოპსია რა არის? საშვილოსნოს ყელის ქსოვილიდან ვიღებთ ძალიან პატარა, აი 1 მილიმეტრი დაახლოებით ზომის ქსოვილს, რომელსაც ვაგზავნის
გვაგზავნით ჰისტომორფოლოგიურ კვლევაზე, აი ესეთ ხალხურ ენაზე ამას ქვია დათესვას რო ეძახიან და აი იქ უკვე გვაქვს ზუსტი ანალიზი რა მდგომარეობა, როგორია ქსოვილი, შრეებრივად ხდება ამ ქსოვილის შესწავლა და აი ამის შემდეგ უკვე ექიმი იღებს გადაწყვეტილებას რა ტაქტიკა ჩატარდეს მოცემულ შემთხვევაში, მკურნალობის რა ტაქტიკა გამოვიყენოთ. ხო, დასაწყისში მე თქვენ მოგიყევით აი ამ კვლევების შესახებ, რა ასაკში რომელი კვლევა ტარდება. თუმცა ეს არის ის მინიმუმი, რაც აუცილებელია ყველასთვის. მაგრამ თუ ჩვენ გვინდა უფრო, ესე ვთქვათ, სრულყოფილი კვლევა, რასაც მე ვთვლი, რომ კოლპოსკოპია და პაპ ტესტი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს. რაც შეეხება პაპილომავირუსის მაღალი რისკის შტამებზე ანალიზს, გააჩნია რა სიტუაციაა. თუ ქალი არის 30 წლის ზემოთ, შეიძლება ჩატარდეს, თუ საშვილოსნოს ყელის დაზიანება, ცვლილება რაიმე სახის პათოლოგიური არის ან კოლპოსკოპიურად შეიძლება პაპ ტესტში ნებისმიერ ასაკში უნდა ჩატარდეს და ასევე გათვალისწინებული იქნას, თქვათ, პაპილომავირუსზე ვაქცინაცია აქვს თუ არა გაკეთებული. თუმცა რომც გქონდეს გაკეთებული ვაქცინაცია, მაინც უნდა ჩატარდეს, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით. აქაც ბევრი დეტალებია, ეს ვაქცინაცია ჩატარდა სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე, თუ სქესობრივი ცხოვრების შემდეგ, ამავე დროს რა ვაქცინაცია ჩატარდა, იმიტომ რომ ვაქცინაცია შეიძლება აბსოლუტურად ყველა მაღალი რისკისგან ვერ იცავდეს და პაციენტს ჰქონდეს სხვა მაღალი რისკი და ვაქცინაცია იყოს ჩატარებული განსხვავებულ შტამზე და ასე შემდეგ. საშვილოსნოს ყელის კიბო მეორე ადგილზეა საქართველოში სარძევე ჯირკვლების კიბოს შემდეგ. ამიტომ ყველა ქალს ვურჩევ სქესობრივი ცხოვრების დაწყებისთანავე ყოველწლიურად ჩაიტაროს საშვილოსნოს ყელის პროფილაქტიკური კვლევები. ხოლო სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე ჩაიტაროს ვაქცინაცია პაპილომავირუსის მაღალი რისკის შტამზე. პაპილომავირუსის მაღალი რისკის შტამი იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს. ეს დამტკიცებულია და ამიტომ პაპილომავირუსზე ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკს.